გამარჯობა, ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ჰალიტოზე, ანუ უსიამოვნო სუნზე პირის ხრუდან. ეს კომენტარი გამოვიტანე იმიტომ, რომ არის ძალიან საინტერესო უნისეპტის სწავლებზე რას გვეტყვიო, ეს ადამიანი მეკითხება, პირიდან უსიამოვნო სუნის გამოიყენებდა და არ მიშველაო. სავლები მხოლოდ არ გიშველით, თუ არ მოაშორეთ გამომწვევი მიზეზი იმის, თუ რა იწვევს ამ უსიამოვნო სუნს, ხო? ყველაზე გავრცელებული, როგორც აღნიშნე, არის არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა. ამაში იგულისხმება დილოს და საღამოს კბილების გამოხეხვა, 6 თვეში ერთხელ პროფესიული ჰიგიენის ჩატარება და ყველაზე ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ის, რომ პაციენტი არ ისუფთავებს ენას. და თქვენ იცით, რომ ენის ზურგზე არსებული ბაქტერიები არის ის ბაქტერიები, რომლებიც იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ხრუდან. შესაბამისად, ჩაიტარეთ პროფესიული ჰიგიენა, დილოს და საღამოს აუცილებლად გამოიხეხეთ კბილები, გაისუფთავეთ ყბელთაშორისი სივრცეები, გაისუფთავეთ ენა და მე გაძლევთ გარანტიას, რომ უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ პირის ხრუდან. ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ ამას ვამბობ იმ შემთხვევაში, თუ არ გაწუხებთ სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. თუ გექნებათ კითხვები, აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, არ დაგაუწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, მე დროებით დაგემშვიდობებით.